მოგესალმებით. ჩემი დღევანდელი გაკვეთილის თემა არის პარამეტრი კვადრატულ განტოლებაში და ვიყენებ ვიეტას თეორემას. სხვა ტიპის პარამეტრები ახსნილი მაქვს და მიდევს ვიდეოები და შეგიძლიათ ნახოთ. პირველი მაგალითი ასეთია. ესე იგი, მოცემული გვაქვს განტოლება x კვადრატს პლუს px გამოკლებული 16 ტოლია 0-ის და გვეუბნებიან პ-ს რომელი მნიშვნელობისათვის იქნება განტოლების ფესვების შეფარდება -4-ის ტოლი. ანუ x2 შეფარდებული x1-თან ტოლი უნდა იყოს -4-ის. გამოვიყენოთ ვიეტას თეორემა და ჩავწეროთ სისტემა. ფესვების ჯამი, ვიცით რომ ეს არის შუა კოეფიციენტი მოპირდაპირი ნიშნით და ფესვების ნამრავლი ეს არის თავისუფალი წევრი თავისივე ნიშნით. ეს იქნება -16-ის ტოლი. აქედან x2 უდრის -4x1-ს. აი ეს მნიშვნელობა შევიტანოთ სისტემის დანარჩენ ორ განტოლებაში. გვექნება x1 გამოკლებული 4x1 ტოლია -p-ს და x1 გამრავლებული -4x1-ზე ტოლია -16-ის. გავამარტივოთ, მივიღებთ -3x1 უდრის -p-ს და -4x1 კვადრატი ტოლია -16-ის. საიდანაც ვღებულობთ x1 უდრის p მე-3-ს და x1 კვადრატში ტოლია 4-ის. x1-ის ეს მნიშვნელობა, აი ეს შევიტანოთ ამ გამოსახულებაში გვექნება p შეფარდებული 3-თან აყვანილი კვადრატში ტოლია 4-ის, საიდანაც p კვადრატი ტოლია 36-ის და p პირველი მეორე ტოლია კვადრატული ფესვიდან. ფესვი 36-დან ტოლია +-6-ის. ეხლა თუ დააკვირდებით, რას ვაკეთებთ? აუცილებლად პირობა, რომელიც გვაქვს მოცემული, აი ეს იყო ჩვენი პირობა, ჩავწერეთ. ამის შემდეგ ჩავწერეთ ვიეტას თეორემა. აი ეს სისტემა ამოვხსენით, ხომ ასეა? პირველ რიგში განტოლების ერთი ფესვი გამოვსახეთ მეორე საშუალებით, აი აქ, ხო ხედავთ არა? ამოვხსენით განტოლება x-ის მიმართ და ამის შემდეგ უკვე პარამეტრს პოვლობთ, ხომ ასეა? აი ეს არის ძირითადი პრინციპი. ეხლა განვიხილოთ მეორე მაგალითი, დაფას გავასუფთავებ და ნახავთ, რომ იქაც ასეთი თანმიმდევრობით, ასეთი პრინციპით ხდება ამოხსნა. მეორე განტოლება ასეთი გვაქვს. ესე იგი, მოცემულია x კვადრატს, მეორე განტოლება ჩავწეროთ, x კვადრატს minus 2x plus c ტოლია 0-ის და გვეუბნებიან c-ს, რომელი მნიშვნელობისათვის იქნება, რომ განტოლების ფესვები აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობას. 7x2-ს გამოკლებული 4x1 ტოლია 47-ის. შევადგინოთ აქაც სისტემა, ჩავწეროთ ვიეტას თეორემა, x1-ს დამატებული x2 ტოლია შუა კოეფიციენტი მოპირდაპირე ნიშნით, ფესვების ნამრავლი კი თავისუფალი წევრი. კი ბატონო. მოდით ახლა ჩვენ აი ეს განტოლება გავამრავლოთ 7-ზე და სისტემა გადავწეროთ ასეთი სახით. 7x2-ს გამოკლებული 4x1 ტოლია 47-ის, 7x2-ს დამატებული 7x1 ტოლია 14-ის. და გამოვაკლოთ ერთმანეთს. მივიღებთ -11x1 ტოლია 33-ის, საიდანაც რა ვღებულობთ, x1 ტოლია -3-ის. x1-ის მნიშვნელობა განსაზღვროთ, ახლა აი ამ განტოლებიდან განსაზღვროთ x2-ის მნიშვნელობა. x2 ტოლი იქნება 2-ს გამოკლებული x1 და ეს არის 2-ს დამატებული 3 და ტოლია 5-ის. ახლა კი c-ს მნიშვნელობა ვიპოვოთ. c არის x1 გამრავლებული x2-ზე, ანუ -3 გამრავლებული 5-ზე და ტოლია -15-ის. და კიდევ ერთი განვიხილოთ, ერთი მაგალითი, რომელიც
რომელსაც ასევე განსხვავებული პირობა აქვს. და ისიც ვიეტას თეორემის გამოყენებით ამოიხსნება. ესე იგი, მოცემული გვაქვს ასეთი განტოლება. წავიდე. აი 3x კვადრატს მესამე მაგალითი ასეთია. 3x კვადრატს გამოკლებული 5x გამოკლებული 2 ტოლია 0-ის. 3x კვადრატს. და გვეუბნებიან ამოხსნის გარეშე იპოვეთ განტოლების ფესვების კუბების ჯამი. ჩავწეროთ აქაც ვიეტას თეორემი. x1 დამატებული x2 ტოლია 5/13 და x1 გამრავლებული x2-ზე ტოლია -2/13. ეხლა კუბების ჯამის ფორმულა გამოვიყენოთ და დავწეროთ. x1-ის კუბს დამატებული x2-ის კუბი ტოლია. x1 დამატებული x2 გამრავლებული მათ არასრულ კვადრატზე. ანუ x1-ის კვადრატს გამოკლებული x1 x2 და დამატებული x2-ის კვადრატი. ეხლა ეს გამოსახულება გადავიწეროთ შემდეგი სახით, ჩავწეროთ შემდეგი სახით. x1 დამატებული x2 გამრავლებული x1 დამატებული x2 აყვანილი კვადრატში გამოკლებული 3x1 გამრავლებული x2-ზე. შევიტანოთ მნიშვნელობები, მივიღებთ x1 დამატებული x2-ზე ეს არის 5/13. და აქაც რა გვექნება? 5/13 აყვანილი კვადრატში გამოკლებული -3 გამრავლებული -2/13-ზე ეს იქნება სამები შეიკვეცება და დაემატება 2. ანუ მივიღეთ 5/13 გამრავლებული 2/25-ზე და არაწესიერ-წილადად თუ გადავაქცევთ, მივიღებთ 53/9-ს. არაფერი არ იკვეცება, მრიცხველი მრიცხველზე მრავლდება, ნიშნელი ნიშნელზე მრავლდება და მივიღებთ 215/27-ს. მასადამე მოცემული განტოლების ფესვების კუბების ჯამი ტოლია 215/27-ს. აი ეს რაც მინდოდა დღეს ამიხსნა, მომავალ შეხვედრამდე.